აბრამის ბატკნები კი არ დავაპატიმრეთ, არამედ ყველანი თურმე ამოვხოცეთ. გაიმაზე თან იძახო და კვირო და ბავშვი არის სახში არის როლოთო რა. კვია არ მოხდისო და ხელებია წია რომ მაგდროს უკვე მოხდა რა კვია რომ დაეცაკეს. ომეხი წამოიყვანეს ორი აქედია მოკიდებული, ორი უკან მოყვებოდა და აგერ შესაძლებელი რო არის ამეზობლის სახში, ეზოში. აქ ესროლეს და ჩაიკეცა საცოდა. ჩაიკეცა დაუწეს მასი კიდევ. სროლა ავტომატით. ერთი თმა არ ჩამოვარდნია არავის მშვიდობიან მოქალაქეს იქ სოფლის მაცხოვრებელს და აფრესიძეების მეზობლები ამბობენ, რომ ტყვიები მათ სახლებზეც ცვიოდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. აუცილებელი იყო იმ მომენტში ჩატარებული იყო ამათი აყვანის სპეცოპერაცია, როდესაც ესენი იყვნენ ერთად, რომ ყველანი ერთად ყოფილიყვნენ დაკავებულები, რომ არც ერთს არ ქონოდა საშუალება რაღაცა თავისი კრიმინალური მოქმედება ჩაეტარებია. სპეცოპერაცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო და მათ იარაღი არ გამოუყენებიათ. აფრასიძის განმარტებით მათი ოჯახიდან ერთადერთი ძებნელი ომეხი აფრასიძე იყო, რომლის დაკავებად სამართალდამცველებს ნებისმიერ ადგილას შეეძლოთ. მამამისმა ევგენი აფრასიძემ კი პოლიციას იარაღი 2002 წელს ჩააბარა და მასზე ძებნა შეწყდა. ამ სახლიდან საერთოდ ტყვე არ გავარდნილა. თუმცა იარაღი გქონდათ. იარაღი არ გქონდა იარაღი. არაფერი არ ამოვიდა იარაღი. არა. მადლობა გმირს, არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა, არც ოჯახის წევრები არ დაზარალებულა. ერთი სპეცრაზმელი შედგა პირდაპირ ცხედარზე და თითი მოაჭრეს, რომ ეს ბეჭედი როგორმე მოეხსნათ. ამ ყველაფერს მე და ჩემი ძმა უყურებდით საკუთარი თვალით. ძლიერი სტრესის გამო შმაგი აფრასიძის მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და დღემდე მკურნალობს. მე კი რო ყოლოდა ვერტფრენი, აი ნამდვილად მეც გამოვიყენებდი. რაც იყო მაშინ საქართველოში 11 ვერტფრენი იყო, 11-ვე გამოვიყენეთ, 2 სპეცრაზმი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს, ორივე გამოვიყენეთ.